მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News, სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. მეწყერი ჩამოწვა ცენტრალური გზის ნაწილი ჩამოიშალა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან. რა მდგომარეობაა გზაზე და როგორია პასუხისმგებელი უწყებების პასუხები ნახავთ ჩვენი სიუჟეტიდან. მეწყერი ჩამოწვა ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი და ზიან დაახალ ციხე ადიგენის საავტომობილო გზაზე, კერძოდ სოფელ არლის მიმდებარედ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საავტომობილო გზა ასეთ მდგომარეობაშია. როგორც კადრებში ხედავთ, მეწყრის შედეგად ფერდობი ჩამოიშალა, რამაც სამანქანო გზის ნაწილიც მიიღოლა. ახლა ამ ტერიტორიაზე გავლა ასე მოგიწევთ. პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს ადიგენის მერიაში. მერის გოჩა ქიმაძის თქმით, გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრაში ეს უწყებაა ჩართული. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს პროექტირება, დაგეგმილია როგორც გზის მოწესრიგება, ასევე ფერდობის გამაგრება. გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ დეპარტამენტის დაკვეთით ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნაც მოამზადეს. იმავეს გვიდასტურებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში, თუმცა რა წერია დასკვნაში არ გვეუბნებიან. ჩვენთვის უცნობია რა ვადებში მოაწესრიგებენ ტერიტორიას და როდიდან გახდება მონაკვეთი გადაადგილებისთვის უსაფრთხო. ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, საქმის კურსში ვარ ნამდვილად, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდის. გეტყვით იმასაც, რომ საგზაო დეპარტამენტი ოპერატიულად იყო ჩამოსული ამ საკითხთან დაკავშირებით, აიღეს სინჯები და გეოლოგიური დასკვნა დაიდო და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს პროექტირება ამ საქმის. თქვენ ახსენეთ მის დაბლა ფერდობი. ეს ბუნებრივია, ერთ პროექტის ფარგლებში განხორციელდება და ორივე პრობლემა მოიხსნება ერთი პროექტის ფარგლებში. ეს არ არის ერთადერთი ტერიტორია ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერმა პრობლემები შექმნა. იგივე ვითარებაა სოფელ უდეშიც. ეგრეთ წოდებულ პირდაპირების დასახლებაში მეწყერი 1 წლის წინ ჩამოწვა. შედეგად 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა და რამდენიმე ოჯახის საცხოვრებლის შეცვლა გამოიწვია. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, პროცესი ახლაც გრძელდება. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ გუშინ მიიღეს გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც კიდევ 3 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. მისივე თქმით, დაზარალებულებს ქირით გაყვანას შესთავაზებენ. კონკრეტულად რამდენი ოჯახი გახდა იძულებული საცხოვრებელი შეეცვალა. ადიგენის მერიაში ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგთავაზეს. ჩვენ მათგან ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ. ყველა მოსახლე, რომელიც საჭიროებდა განსახლებას, ყველა მიიღო კომპენსაცია. სამწუხაროდ ამით ეს არ დამთავრდა, აი დღეს შემოგვივიდა კიდევ გეოლოგიური დასკვნა, 3 ოჯახი ისევ ექვემდებარება სხვა დარჩენილი ოჯახების შემდეგ განსახლებას და ჩვენ დღესვე ვაპირებთ მათთან შეხვედრას ამ ოჯახებთან, შევთავაზებთ, რომ ისინი ქირით გავიყვანოთ. ამავე წყაროს ცნობით, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მათ, ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი ჰქონდა, 30,000 ლარი დაურიცხეს, ხოლო დანარჩენებს 50,000 ლარი. ჩვენი რედაქცია ცდილობს გაარკვიოს, იყო თუ არა ტერიტორია გეოლოგიურად შესწავლილი, მაშინ, როდესაც მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ პირდაპირებში დასახლდა. მერიიდან საჯარო ინფორმაცია ამ თემაზეც გამოვითხოვეთ. ჩვენ იგივე კითხვებით ინფორმაცია საჯარო წესით გამოვითხოვეთ გარემოს ეროვნული სააგენტოდან. ვაგრძელებთ საკითხზე მუშაობას. 55 დღეა, რაც ახალციხეში შოთა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან და პროტესტს გამოხატავენ. მოქალაქეები კვლავ მზია ამაღლობელის და სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. რეგიონში უწყვეტი აქციების მნიშვნელობაზე რამდენიმე მათგანი გვესაუბრა.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე არაერთ ქალაქში და მათ შორის ახალციხეშიც მიმდინარეობს უწყვეტი აქციები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ხმა მუდმივად ისმოდეს. არ აქვს მნიშვნელობა აქ რამდენი ადამიანი ვიდგებით. ერთი მოქალაქეც რომ იყოს შეწუხებული და ამდენი დღის განმავლობაში 100 დღეზე მეტია უკვე საქართველოში უწყვეტი აქციები მიმდინარეობს და არანაირი კომუნიკაციის ფორმა არ დგება. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის არც კი აინტერესებთ ადამიანებს და საკუთარ მოქალაქეებს რა აწუხებთ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქალაქში დღეს ისმოდეს ის პროტესტის ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და სწორედაც რომ საქართველოს გადარჩენისთვის და ქართველი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ვდგავართ აქ. ვიდგებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება და სანამ არ მივაღწევთ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს, სადაც ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული და სადაც კანონი იქნება დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ კიდე დრო გვაქვს, სანამ კიდე სამშობლობა გვაქვს და სანამ კიდე სახელმწიფო გვაქვს და გვაქვს ის რისი დაცვაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი და განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანების ეს რაოდენობა არ გამოხატავს იმ ციფრებს, რამხელა პროტესტიც ხალხშია და ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს მოიმატებს ამ ადამიანების რაოდენობას, უფრო ბევრი ხალხი გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პროტესტი, იმიტომ რომ ამ პროტესტმა გამოიღო ძალიან ბევრი შედეგი ის, რომ დაუშვათ არ არის დღესაც ჩვენი მთავრობა აღიარებული და არ არის ლეგიტიმური და ვამბობთ და ყველა არა მარტო ჩვენ, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიც ამბობენ, რომ არ არის ეს მთავრობა ლეგიტიმური, ის რომ სანქციები არის და ამ სანქციების გამკაცრებაზე და სხვადასხვა ქვეყნებიც საუბრობენ, რომ დაუწესებენ აქციებს და ეს პროტესტი არის ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, რომ შევქმნათ წნეხი და მივაღწიოთ იმ ჩვენს მიზანს, რაც აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ გვინდა რომ ხვალ ჩვენმა შვილებმა გაიღვიძონ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენ ყველას ვისაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია უნდა დავიცოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას იცავენ. ქართული ოცნების მხრიდან მიღებული სწრაფი ტემპით ახალი კანონები ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილის აზრით ზღუდავს სიტყვის თავისუფლების გამოხატვას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სვლად ნახეთ სტუდია ვაშინგტონი. Laura, thank you so much for this interview. Thank you for your time. Laura, მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. როგორც იცით, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე ცვლილებასა და ინიციატივას უყარა კენჭი, მათ შორისაა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი. მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია შიშობს, რომ მთავრობა ამას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს და მის ხელში კიდევ ერთი იარაღად იქცევა, მთავრობა ამბობს, რომ ეს ამერიკული ფარას სიტყვასიტყვით თარგმანია, ამბობენ, რომ თუ ამერიკელ ხალხს აქვს თავდაცვის უფლება, მაშინ ქართველებსაც უნდა ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა. რა სიტყვით ამაზე? What's your take on that? Yeah, I mean, they said this before when they were introducing the foreign agents. მათ ეს ადრეც თქვეს, როცა უცხოური აგენტების კანონი შემოიღეს, რომ ის ამერიკულ ფარას ეფუძნებოდა. თუმცა ეს რომ ასე არ იყო, რამდენჯერმე უკვე ითქვა. არის რამდენიმე რამ, რაც განსხვავებულია. უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რელიგიური საქმიანობისთვის გამონაკლისები და ასე შემდეგ. მაგრამ რაც მთავარია, ფარა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. ის შეიქმნა იმისთვის, რომ თვალყური გვედევნებინა და თავიდან აგვეცილებინა ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რათა მათი ქმედებების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო და გვცოდნოდა, ვინ იყო მოწინააღმდეგის აგენტი. ის არ გამოიყენებოდა ჩვენი მოკავშირეების ან მოკავშირე ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასასჯელად. ასე რომ, როდესაც ქართული ოცნება ამ ტერმინებით საუბრობს, დე-ფაქტოდ ამბობს, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ძირითადად ევროკავშირის და
და ნატოს ქვეყნებია, როგორიცაა შეერთებული შტატები, ისინი როგორღაც საქართველოს მოწინააღმდეგეები არიან, რომ ისინი უცხო მთავრობის ინტერესებს ატარებენ. კარგად ვიცით, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ან დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება არ ემსახურება უცხო ხელისუფლების ინტერესებს. ის რომელიმე კონკრეტული მთავრობის ინტერესებს არ ემსახურება. ის მხარს უჭერს დემოკრატიასა და სწორ მმართველობას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, განათლებასა და სხვა მსგავს სფეროებს. ასე რომ ეს უკვე ქართული ოცნების მხრიდან ხშირად გამოყენებული მოძველებული ნარატივია. Democracy and good governance and public health and education and other things in the country. So this is just an old trope that Georgian Dream has said many times before. Another initiative Parliament voted for is კიდევ ერთი, რასაც საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებაა. საინტერესო აქ ისაა, რომ ის, რაც სამშობლოს ღალატად შეიძლება ჩაითვალოს, ის მუხლები უკვე ისედაც დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა საქართველოს მთავრობას, რომ ეს კონკრეტული მუხლი დაებრუნებინა? So why do you think that Georgian government needed to bring this particular article back? I can only speculate, but I mean, like other, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, თუმცა ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ანტიდემოკრატიული მთავრობები საქართველოს ხელისუფლებასაც სურს რაც შეიძლება მეტი კანონი იყოს მათ ხელში, რომლებიც თავიანთი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ შეუძლიათ გამოიყენონ. როდესაც ისინი უცხოეთის აგენტების კანონის წარდგენაზე მუშაობდნენ, მაშინაც კი ჰქონდათ სხვა იურიდიული შესაძლებლობა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაესაჯათ, მაგალითად საგადასახადო კანონმდებლობით და ასე შემდეგ. თუმცა ღალატი საკმაოდ მოსახერხებელი ტერმინია ბევრი ბრალდების გასაერთიანებლად. სხვა ქვეყნებშიც გვინახავს ეს. მსგავსი კანონმდებლობები ზედაპირზე ოპოზიციის ან მთავრობის მოწინააღმდეგეების ჩასახშობად ამოიწევდა ხოლმე. იმის გამო, რომ ღალატის განმარტება შეიძლება ძალიან რთული იყოს, ხშირად ასეთი კანონმდებლობები საკმარისად ბუნდოვანია, რომ მთავრობებს საშუალება მისცეს ის სადამსჯელოდ გამოიყენოს კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე. ძალიან ნათელია, რომ ქართული ოცნება ცდილობს გააფართოვოს თავის ხელთ არსებული იურიდიული შესაძლებლობები, რომ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წავიდეს. Of legal tools that they can use to go after protesters, to go after civil society, to go after watchdogs, and importantly, to go after independent media. You mentioned media. Another change is going to be the law თქვენ about ახლა მედია ახსენეთ. კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ველით მედიის შესახებ კანონი იქნება. ეს კანონი არა მხოლოდ განსაზღვრავს, რისი თქმა შეიძლება ან არ შეიძლება მედიისთვის, არამედ მას უცხოეთიდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ნებისმიერი ფორმით დაფინანსების მიღებასაც უკრძალავს. თვლით თუ არა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების კიდევ ერთი გზაა და როგორ გესახებათ ამ პირობებში მომავალი პერსპექტივა? trying to silence independent media and what could be the perspectives of going forward? I'm really worried about that. Of course, I agree. I think it's obvious. ამაზე ნამდვილად ძალიან ვღელავ და რა თქმა უნდა ვეთანხმები, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ზღუდავს. ფიქრობ ნათელია, რომ ესაა თავისუფალ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. ქართულმა ოცნებამ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით მათ ხელშია. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რუსეთში რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება. ფიქრობ დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებს, ახლა გაქრა. ასე რომ ვფიქრობ სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას გრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ მედიები ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ბევრ მედია საშუალებას და ჟურნალისტს დაფინანსების ადგილობრივად მონახვა მოუწევს და ეს საკმაოდ რთული საქმე იქნება. So I think different media outlets and different journalists are going to have to really look locally to try to find support, and that will be challenging.
As you know, Baltic countries imposed. როგორც იცით, ბალტიის ქვეყნებმა გასულ კვირას ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებითი სანქციები დაუწესეს. არსებობს ინფორმაცია, რომ შეიძლება კიდევ მეტი სანქციაც მოდიოდეს ევროკავშირისგან, თუმცა იტყოდით, რომ ეს სანქციები ეფექტიანია. ხელისუფლების ნარატივსა და ქმედებებში არაფერი შეცვლილა. ქუჩის პროტესტიც კვლავ გრძელდება და მისი მთავარი მიზნები, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება კვლავ მიუღწეველია. Objective of this protest, which is new elections and release of political prisoners, is still there, is still on the agenda, right? Yeah, I mean, I think we have done, I mean, the United States has დიახ, ჩვენ ამერიკამ სანქციები დავუწესეთ ივანიშვილს. საუბარია ფინანსურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვებზე და იგივე გააკეთა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამაც. თუმცა მიჩნდება განცდა, რომ ქართული ოცნება საკმაოდ მყარად დგას. როგორც თქვენ თქვით, ჯერ არ გვინახავს, რომ ამ სანქციებს მათ გათვლებში რაიმე მნიშვნელოვნად შეეცვალა. შესაძლოა მეტმა ფინანსურმა სანქციამ იმოქმედოს, თუ კი მეტი ევროპული ქვეყანა დათანხმდება ამას. ბევრ ქვეყანაზეა მკაცრი სასანქციო რეჟიმები დაწესებული, მაგრამ ისინი ყოველთვის არ მუშაობს. ამის მაგალითია ვენესუელა. მინდა რომ სანქციებმა იმუშაოს, მაგრამ ხანდახან თავრობის განზრახვა ძალიან ძლიერია. რაც შეეხება პროტესტს, ვფიქრობ ახლა ჩიხში ვართ. მომიტინგეები ძალიან ძლიერები და მტკიცეები არიან, მაგრამ რეჟიმიც მტკიცე და გამძლე გამოდგა. ცოტა ხნის წინ სტატიაც დავწერე იმაზე, რომ დიდი და წარმატებული პროტესტები ხანდახან ფოკუსირდება უფრო ფართო თემებზე და არა არჩევნებზე ან სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. მათ ხშირად უწევთ, ასე ვთქვათ, ხიდის გადაკვეთა და უფრო ყოველდღიურ თემებზე ფოკუსირება, მაგალითად ეკონომიკაზე, კორუფციაზე, რათა უფრო მასობრივი მხარდაჭერა მიიღონ. ვიცი, რომ ქართველმა მომიტინგეებმა ნამდვილად დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა, რათა მეტი ჩართულობა მიიღონ თბილისის გარეთ, საქართველოს სხვა ნაწილებში საპროტესტო მოძრაობაში და ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ასევე ის, რაც სხვა ქვეყნებში გვინახავს და ეფექტიანი იყო რეჟიმზე ზეწოლისთვის, ესაა მასობრივი გაფიცვა, ქვეყნის ერთგვარად დახურვა, სამსახურში წასვლაზე უარის თქმა, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში. თქვათ ავტობუსების მძღოლების, დამსუფთავებლების მიერ სამსახურში მისვლაზე უარის თქმა. თუმცა ასეთი მასშტაბური ნამდვილი ეროვნული გაფიცვის მობილიზება ძალიან რთულია, რადგან ამ დროს ამ ადამიანების ცხოვრება დევს სასწორზე და ამის გაწირვა ძალიან ძნელია. დრო გვაჩვენებს, გადაიზრდება თუ არა საქართველოში პროტესტი უფრო ფართო საჯარო მოვლენად და შეიძლება ამის შემდეგ რეჟიმზე საკმარისი ზეწოლა მოხდეს. თუმცა ამის ახლა განჭვრეტა საკმაოდ რთულია. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს doc.tv/g და Facebook გვერდს doc.tv. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. məhsullarının istehsalını və xidmətlərini əhatə edir. Rustavi şəhərində Inventin yeni filialında sizə aşağıdakı məhsullar təqdim olunur. Baytarlıq preparatları və biopreparatlar, heyvanlar və quşlar üçün kombinə edilmiş yemlər və konsentratlar, itlər və pişiklər üçün yüksək keyfiyyətli qida məhsulları, zooloji aksesuarlar, heyvanlara qulluq vasitələri. Invent baytarlıq sahəsində aparıcı şirkətdir. Rustavi filialına gələn müştərilərin heyvanlar üçün ən keyfiyyətli qida məhsulları, konsentratlar, preparatlar və aksesuarlar ala bilərlər. Rustavi filialı İstanbul bazarı ərazisində yerləşir.